ერთ საკითხს. კერძოდ ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, როდესაც მას შეკითხვა დაუსვეს, შეიძლება თუ არა დედაკაცი, რომელსაც დედათა წესი აქვს, შევიდეს ტაძარში, ან ეზიაროს. ამ სასულიერო პირმა ესეთი პასუხი გასცა. შეიძლებაო ტაძარში შემოვიდესო და თუ იგი შეძლებსო კიდევაც ეზიაროსო. მე ამის უფლებას ვაძლევ მას. და მოყავს ესეთი ადგილი წმინდა წერილიდან, სისხლმდინარე დედაკაცი შეეხო ქრისტესო. ეხლა მე მინდა წაგიკითხოთ ჯულის კანონიდან დიონისე ალექსანდრიელის მესამე კანონი. უпроსორად მეორე კანონი. დედაკაცთათვის, რომელნიც განწმენდის წესში არიან, ნება დართულია თუ არა ასეთ მდგომარეობაში შესვლა ღმერთის სახლში. ეს შეკითხვაც კი ზედმეტად მიმაჩნია. რამე თუ არა ვგონებ, რომ ისინი თუ კი ერთგული მოწმუნენი და კეთილმსახურნი არიან, ან ყოფაში მყოფნი გაკადნიერდნენ, ან წმინდა ტრაპეზთან მიახლებით, ან და ქრისტეს სისხლსა და ხორცთან შეხებით. რამე თუ 12 წლიანი სისხლმდინარეობის მქონე დედაკაციც თავისი განკურნებისათვის თავად უფალს კი არ შეეხო, არამედ მისი სამოსის კალთას. ლოცვა უფლის ხსენება და შეწევნის თხოვნა რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი და როგორც არ უნდა იყოს განწყობილი, არ არის აკრძალული, მაგრამ მიახლება იმასთან, რაც არის წმინდათა წმინდა, აეკრძალოს არც თუ მთლად განწმენდილს სულითა და სხეულით. ეხლა ნიკოდიმოს მილაში განმარტავს. საუბარია ქალების შესახებ, რომლებსაც ბუნებრივად ახასიათებთ თვიური განწმენდა. კანონი უკრძალავს მათ დედობრივი წესის მოქმედების დროს ეკლესიაში შესვლას და მით უფრო წმინდა ზიარებას, სანამ სხეულითაც სავსებით განწმენდილნი არ იქნებიან. ანუ ნახეთ, საუბარია რაზე. სისხლმდინარე დედაკაცი ქრისტეს კი არ შეეხო, არამედ მის შესამოსელს, ქვედა კალთას, შესამოსლის ქვედა კალთას შეეხო. ასე რომ დედათა წესის დროს ტაძარში შესვლაც აკრძალულია არათუ ზიარება. ერთმა დაგაცოთ.